მოგესალმებით, ღია ეთერში დაგიბრუნდით, გადაცემით ჯამთელი დილა, კლინიკა მზიური მედის, რადიო იმედის ერთობლივი პროექტი გახლავთ და დღეს ჩემი სტუმარია პროფესორი პედიატრი თემურ მიქელაძე. ბატონო თემურ, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. სასაუბრო ძალიან ბევრია, მით უმეტეს, როდესაც თქვენ გსტუმრობთ, მაგრამ დღეს მაინც ყურადღება გავამახვილე რამდენიმე საკითხზე, რა თქმა უნდა, გაციებაზე, ვირუსულ ინფექციებზე, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე სეზონური ვირუსები მუსირებს, შესაბამისად, პოლიპრაგმაზიაზე თუ რას ნიშნავს, იმიტომ რომ ამ დროს მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რა თქმა უნდა, აი ეს რეკომენდაციები და რჩევები და რაზეც თქვენი საუბრებთ ლაბორატორიულ კვლევებზე, მაგრამ სანამ ამას შევეხებით ამ საკითხებს, მე მინდა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ძალიან დიდი აუდიტორია გვყავს, თქვენი არაჩვეულებრივი წიგნი, მართლაც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო მშობლებისთვის, სახელმძღვანელო თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ბატონ თემურ მიქელაძის წიგნია, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი სამაგიდო წიგნი მით უმეტეს მშობლებისთვის, ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკითხია. მოდით ერთი-ორი სიტყვა ამაზეც ვთქვათ, თქვენ უკეთესად წარადგენთ და სარჩევია თან ძალიან საინტერესო და შემდეგ უკვე გადავიდეთ იმ თემებზე, რაც დავანოს. ამიგზელდა სიტყვა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენ მსმენელებს. ზოგადად წიგნის შექმნა, როგორც მოგეხსენებათ, არ არის ისეთი მარტივი, რამე თუ ყველა ინფორმაცია უკვე 3-4 წლის წინ გადამამუშავებელი, იმ დღევანდელობისთვის უკვე არის მოძველებული, მაგრამ აქ ძირითადად გათვლილია და მიწოდებულია მოსახლეობის ის ინფორმაცია, რაც იყო 100 წლის წინ და რაც იქნება შემდგომ 100 წლისთვის. ეს არის უფრო გათვლილი, რა თქმა უნდა, მშობლებისთვის, თუმცა გამოადგებათ სტუდენტებსაც, რეზიდენტებს, დამწყებ ექიმებს, უბრალოდ გათვლილია მაინც ძირითადად აქცენტები, ის მინიშნებები თუ რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რატო არ უნდა დაიბნეს გადაუდებელი სიტუაციების დროს, იქ არ არის აუცილებლად ვიღაცის ტელეფონის ნომრების მოძებნა და ელემენტარული პირველად ის დახმარების თითოეულ ნოზოლოგიას ეხება. აქ პრაქტიკულად ყველა ნოზოლოგია, ყველა დაავადების შესახებ თუ რა უნდა გააკეთოს ექიმამდელ, რა უნდა გააკეთოს სასწრაფო გადაუდებელ დახმარებამდე და ზოგადად არის საუბარი ძირითადად ძილის დარღვევაზე, არის ქცევის დარღვევები, როგორ უნდა აღზარდოთ ბავშვი, რას უნდა მივაჩვიოთ ბავშვი, მედიასთან ურთიერთობა და ზოგადად ინფორმაცია თუ როგორ გავზარდოთ ჯანმრთელი ბავშვი და სასურველია ბიბლში არის გამოცემული პალიტრას გამოცემა და სასურველია რომ დაახლოებით უბრალოდ ბევრმა მშობელმა იყიდა, მაგრამ თავარია წავიკითხოთ. და არ შემოვდოთ თაროზე. და უბრალოდ აქ კიდევ ერთხელ გვაქვს ესე ჩვენი გამოცდილებითაც ძირითადად მაინც არის ამერიკული პედიატრთა აკადემიის მონაცემები, მათი ლიტერატურის მონაცემები და ავტორთა ჯგუფმა ამაზე იმუშავა. ჩვენთვის თავარი მიზანი იყო ის, რომ აი პოლიპრაგმაზია, პოლიფარმაცია ავაცილოთ პაციენტს და არ დაიბნეს მშობელი და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც აუცილებელია ექიმამდელ დახმარებამდე. კი ბატონო, ბატონ თემურ და აი პოლიპრაგმაზია ახსენეთ და მოდით ამით დავიწყოთ საუბარი, ხო? რას ნიშნავს, რაზეა საუბარი, რა უნდა გავითვალისწინოთ? პირველ რიგში, აი ბოლო პერიოდში უამრავი მედიკამენტია საქართველოს ბაზარზე, ეხლა რაც თქვენ გახავთ აფთიაქში და იქ არის ზოგ შემთხვევაში შემოგთავაზებენ სხვადასხვა იმუნომოდულაციურ საშუალებებს, იმუნომასტიმულირებელ საშუალებებს, ზრდის პრეპარატებს, სიმაღლეში ზრდის პრეპარატებს და ასე შემდეგ. ეს ურეცეპტოდ გასაყიდი სიმაღლეში ზრდის პრეპარატები, იმუნომოდულატორები, როგორც წესი, არ არის მიღებული არც ერთ ქვეყანაში. ის უნდა დაინიშნოს მკაცრად ექიმის მითითებით და იმ ლაბორატორიული კვლევების შედეგად, რაც ამ პაციენტს სჭირდება. პოლიპრაგმაზია რა არის? პედიატრიულ პრაქტიკაში ცნობილია, რომ ერთი ნოზოლოგიის, ანუ ერთი დაავადების სამკურნალოდ უნდა დაინიშნოს მაქსიმუმ, თუ არ არის რაღაცა ქრონიკული პათოლოგია, თუ პაციენტი არ არის რაღაც ჩანაცვლებით თერაპიაზე და საბედნიეროდ ბავშვებში ჩვენ ასეთი ქრონიკული პათოლოგიები თითზე ჩამოსაცვლელია, ხო? ერთი დაავადების მართვისას უნდა დაინიშნოს მაქსიმუმ 2 ან 3 პრეპარატი ერთდროულად. 3-ზე მეტი უკვე ითვლება პოლიფარმაცია და პოლიპრაგმაზია და უფრო ავნებს ამ შემთხვევაში წამალი პაციენტს, ვიდრე მას მოარჩენს, ხო? აქედან გამომდინარე ნებისმიერი პრეპარატის დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეპარატი არის გაიდლაინში შესული, ხო, დაუშვათ, ეს პრეპარატი ამ პაციენტისთვის მაინც არის უნიკალური მისთვის განკეთებული ექსპერიმენტი, ხო, ასე გამოდის, ხო, ჩვენ ხო არ ვიცით ეს პრეპარატი რა გავლენას მოახდენს მასზე, მიუხედავად გაიდლაინური მოწოდების, ამიტომ მაქსიმუმ უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დაავადებები მართოთ მინიმალური ხარჯთეფექტურობით, იმიტომ რომ მე მინახია, როდესაც პაციენტი შედის აფთიაქში და გამოდის
დიდი ზურგჩანთით, გავსებული ზურგჩანთით, ხო? ერთმა ადამიანმა როგორ შეიძლება და სხვადასხვა ჩალაგებული მედიკამენტი მიიღოს, ხო? ესეთი პროგრამაზე ევროპამაც მაღალგანვითარებულმა ქვეყნებმაც გაიარა და შესაბამისად ყველაფერი არის რეცეპტურაზე გადასული და თქვენ აბა წადით მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, ეგ როცა პაციენტი შედის ახლა ყველა მოსწრები ხართ, ხო? მაქსიმუმ ყიდულობს 1 ან 2 პრეპარატს. კი ბატონო. ჩვენთან ყიდულობს 800, 900, 1000 და ზოგ შემთხვევაში რომ მოივლიან რამდენიმე და ექიმთა ჯგუფს შეიძლება ერთმანეთის ანტაგონისტური წამლებიც კი იყოს დანიშნული. ამიტომ თავარი და საბედნიეროდ ბავშვებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა ქრონიკული პათოლოგია და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ რომ მას არ ვავნოთ და სწორედ ეს იმიტომ რომ ნებისმიერი დაავადება მათ შორის ძირითადად ვირუსული ეტიოლოგიისაა, როგორც მოგეხსენებათ ვირუსული ეტიოლოგიის დაავადების მკურნალობა არ არსებობს, თავისით გაივლის და შესაბამისად აი ამ პოლიპრაგმაზიას და პოლიფარმაციას ავარიდებთ. თუმცა საინტერესო თემა შეეხეთ უკვე რომ ვირუსული ინფექცია თავისით გაივლის. ძალიან ხშირად გვეკითხებიან მშობლები როგორ დავეხმაროთ სახლის პირობებში მედიკამენტების გარეშე. კი ბატონო, როგორც მოგეხსენებათ, ახლა სეზონია, სეზონური ინფექციების ვრცელდება, ძირითადად არის ვირუსული ეტიოლოგიის, აი მაგალითად სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში ჩვენ გქონდა რინოვირუსული ინფექციების გავრცელება. რინოვირუსი არის ერთ-ერთი ვირუსი, რომელიც ყველაზე ხშირად ამწვავებს ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებს, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, დაუშვათ აი ბრონქულ ასთმას და არის ობსტრუქციის, ანუ ვიზინგის შეტევითი მსგავსი ტიპის სუნთქვის უკმარისობის კლინიკით მომართვა. გავრცელება იყო ადენოვირუსული ინფექციებით, რომელიც მიმდინარეობს მაღალი ცხელებით, ყელის ტკივილით, თვალიდან ჩირქოვანი გამონადენით, რესპირაციულ სინციტიალური ვირუსი არის ეგრეთ წოდებული ყველაზე ხშირი გამომწვევი ადრეული ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტისა, ყველაზე მძიმე დაავადება ბავშვებში, ერთ-ერთ მათ შორის პნევმონიაზე და ფილტვის ანთებაზე უფრო მძიმეა. ჩვენ ამ ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, აი ამ რაც მე ჩამოვთვალე, პრაქტიკულად არანაირი მედიკამენტი არ არსებობს. ერთადერთი ვირუსია, რომლის საწინააღმდეგო პრეპარატი არსებობს, ეს არის გრიპის ვირუსი და ოსელტამიური სახელწოდებით არის ცნობილი, ან მისი პროფილაქტიკური ვაქცინაცია. ისევე როგორც რესპირაციულ სინციტიალურ ვირუსს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებულ რისკ ჯგუფის მქონე ბავშვებში და ჯანმრთელ ბავშვებში სამშობიაროსივე კეთდება, არის ეგრეთ წოდებული ნირსევიმაბი, ბეიფორტუსის სახელწოდებით არის რესპირაციულ სინციტიალური ვირუსის ვაქცინა და მე ვიმედოვნებ, რომ ამ ქვეყანაშიც ეს ვაქცინა შემოვა, იმიტომ რომ ყველაზე მავნე და მძიმე აი ამ პატარა ბავშვებისთვის არის ბრონქიოლიტი და საკმაოდ მაღალია კლინიკაში მოხვედრილის ალბათობა, მაღალია ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობის ალბათობა. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ვირუსული ინფექცია როგორც წესი თვითგანკურნებადია და 98% შემთხვევაში ის 3-5 დღის განმავლობაში მხოლოდ სიმპტომური მკურნალობით. სიმპტომური მკურნალობა რა არის? ცხელებას მართავთ, თუმცა აქაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხელება თუ დაავადების გამოწვევი მიზეზი ცნობილია. თუ ბავშვი იღებს სითხეს დიდი რაოდენობით, ეს არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია კონკრეტული რესპირაციული პათოგენის მოსაცილებლად და 37.5 ტემპერატურაზე თუ მას არ აქვს რაიმე სხვა თანდართული დაავადება, მაგალითად ფებრილური გულყრავა ვითარდება 38 გრადუსზე. მაშინ ასეთ შემთხვევაში 38.5-მდე არ უნდა გამოვიყენოთ სიცხის დამწვევის საშუალებები, თუ ბავშვი იტანს მას, მაგრამ თუ ბავშვს აქვს დისკომფორტი, თუ აღენიშნება რაღაც სახსრების ძლიერი ტკივილი, თუ აღენიშნება დაუშვათ ყურის ტკივილი, მაშინ 37.5-მდე შეგვიძლია შევთავაზოთ სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი, მათ შორის ისეთ ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც სიცხის დამწვევის საშუალებები. დიახ, და ინტერვალი რამდენი უნდა იყოს? ინტერვალი ესეც ინდივიდუალურია, ხო? ინტერვალი საერთოდ ცნობილია, რომ დაუშვათ აცეტამინოფენს, ანუ პარაცეტამოლს ჯგუფს და იბუპროფენს, ახლა მე არ დავახსახელებ სავაჭრო სახელწოდებას. აცეტამინოფენის ხმარება შეიძლება ყოველ 6 საათში, ანუ 4ჯერ დღეში, იბუპროფენის ხმარება შეიძლება 3ჯერ დღეში. თუმცა ერთი ზედმეტი დოზა თუ ტემპერატურა დაუმორჩილებელია ჩვენ არანაირ და ესეთ უკუჩვენება მისი არ არსებობს. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ტემპერატურას მკურნალობთ სასურველი არის ერთ დღეს გამოვიყენოთ ერთი ჯგუფის პრეპარატი და არა დაუშვათ პარაცეტამოლი, იბუპროფენი ერთდროულად. ამიტომ პირიქით მირჩევნია დოზა გავზარდო და მე ყოველთვის ესე ვთავაზობ, ვიდრე ორი ჯგუფის პრეპარატი გამოვიყენო. იმიტომ რომ ერთი არის ცენტრალური მოქმედების სიცხის დამწვევის საშუალება, მეორე არის პერიფერიული მოქმედების სიცხის დამწვევის საშუალება, რომელსაც უფრო ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ამიტომ ორი ესეთი მედიკამენტი ერთდროულად არ უნდა ჩაირთას და ესეთი რეკომენდაციაც არსებობს. და ნუ თქვენ ინტერვალი დაასახელეთ და თუ მაინც ამ ინტერვალში სიცხეს ვერ ვიჭერთ, მისაღები თუ არა ის გაგრილების მეთოდი? რა თქმა უნდა, გაგრილების მეთოდი არის მისაღები, მაგრამ ტრადიციული მედიცინა ესეთ გაგრილების მეთოდებს რა თქმა უნდა არ აღიარებს. თუ არ არის ცენტრალური წარმოშობის ჰიპერთერმია, აი დაუშვათ, როდესაც აი თქვენ პირიქით მაღალი ტემპერატურის დროს 40 გრადუსზე ბავშვებს კიდურები აქვს გაყინული. კიდური, აი რომ გავაგრილოთ პირიქით შეიძლება ტემპერატურა
ტემპერატურამ 1 გრადუსით მოიმატოს. ამიტომ ჯობია თბილი წყლის დაზელვას. თბილი წყლის დაზელვის დროს თუ ბავშვს აქვს პნევმონია ან რაღაც სხვა ისეთი პათოლოგია, პირიქით შეიძლება ის რეცეპტორული, რეციპროპული გაღიზიანებით უფრო მეტი რაღაცა დავაზიანოთ. ამიტომ ჯობია თბილ წყალში მოვათავსოთ კიდურები, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ხურს, ზოგადად არის პერიფერიული სპაზმი არ არის და გამთბარია კიდურები, იმ შემთხვევაში კი ბატონო შეგვიძლია გავაგრილოთ, არ ჩავაფუთოთ ბავშვი და ესეთი ფიზიკური მეთოდები მაინც როგორც წესია რეკომენდებული ფუნდამენტური მედიცინა არ იძლევა ესეთ რეკომენდაციას, იძლევა მხოლოდ სიცხის დამწვევ ანტიპირეტულ საშუალებებს. უბრალოდ ვირუსული ინფექცია, მისი მიმდინარეობა, თავის მიმდინარეობით არის 3-5 დღე სხვადასხვა ვირუსული ინფექციის დროს და როგორც წესი ის უკვალოდ გაივლის. თვითონ ვირუსი, აი დავუშვათ გრიპის ვირუსი. გრიპის ვირუსი არასოდეს არ იძლევა რაიმე თვითონ ვირუსმა რო გამოიწვიოს რაღაც ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალობით ხასიათდება. ხო, გრიპის ვირუსით არასოდეს არ გარდაიცვალება პაციენტი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა ორგანოების და ქრონიკული პათოლოგიების გართულება. ამიტომ ჩვენ ისეთ რისკის ჯგუფის მქონე პაციენტებს ყოველთვის ვთავაზობთ აი ამ სწორედ ამ სეზონზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, ან ასეთ პაციენტებში მოწოდებულია გრიპის საწინააღმდეგო მკურდალობა ოსელტამივირული სახით. ამიტომ უნდა დავადიფერენციოთ, რომ გრიპი არასოდეს არ გამოიწვევს სიკვდილობას იწვევს გრიპით განვითარებული სხვადასხვა ორგანოების ან ორგანოთა უკმარისობები. კი ბატონო, და რაც შეეხება გაციებას, არის თუ არა ვირუსული წარმომავლობის გაციება და რა განსხვავებაა თუნდაც გაციებასა და ვირუსებს შორის? გაციება როგორც წესი კი ბატონო ვირუსული წარმომავლობის არის. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ადრე აქამდე არსებული კორონავირუსული ინფექციები, არა COVID-19, მანამდე არსებული 65 შტამია კორონავირუსული ინფექციის, ან იყოს დაუშვათ გრიპის აქ-ეგეთი ტიპები A, B, C. აი ეს C ტიპი შეიძლება იყოს გაციების ერთ-ერთი გაციება რა არის. შეიძლება კონდეს ელემენტარული სურდო, ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, დაუშვათ კუნთების სისუსტე, შეიძლება ტემპერატურა იყოს სუბფებრილური 37 2, 27 და 2-3 დღის განმავლობაში როგორც წესი თავისით გაივლის. ეს გაციებაც მაინც მეტნაკლებად ასოცირებულია ვირუსებთან. ვირუსი რამოდენიმე ათასობით არის, მისი დიფერენცირება არც არის აუცილებელი, თუ მწვავედ არ მიდის. უბრალოდ ჩვენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავის არსებული ბაზებიდან რამოდენიმე ბაზაა, ხო, დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ასე შემდეგ. აი ამ სწორედ ამ ბაზებიდან ჩვენ გვაძლევს ყოველკვირეულად იმ ინფორმაციას, თუ რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ამ დროს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად უფრო მარტივია იქ იმისთვის, რომ შეხედავს ამ ცხრილს და იცის, რომ ეს პაციენტი როცა მომართავს მას, ეს ხველა განპირობებულია დაუშვათ რინოვირუსით. ის ხველა განპირობებულია თავის კლინიკით რესპირაციულ სინციტიალურ ვირუსით და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად ხსმენია, რომ გაციებული არ ვარ გადამდები და ეს ადამიანები, რომლებსაც თუნდაც ან ხველა აწუხებთ ან სურდო ასე შემდეგ, დადიან სოციუმში. რას ეტყობთ მათ? ხო, აი რა თქმა უნდა, აქ არის საუბარი იმაზე, რომ გაცებულმა ადამიანმა უნდა დაიცვას ჰიგიენური ნორმები. ჰიგიენური ნორმები ელემენტარული არის პირბადის ხმარება, ხო? პირბადე უნდა იხმარო და იმაზე ეხა ხო არის რაღაც უკვე იმაში შემოვიდა რაღაც იღიმია ხალხი, რომ ქუჩაში კი ბატონო გაცებულმა ადამიანმა პირბადით უნდა იაროს, მათ შორის სად მიდის აქციაზე თუ არა აქციაზე, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, პირბადე მას უნდა ეკეთოს. თუ გაცეებულია და ჯანმრთელ ადამიანს პირბადის ტარება არ ჭირდება, თუ იმისაც რომ მაქსიმალურად ჩვენი მთავარი მიზანი რა არის, რომ ნებისმიერი ინფექცია ვამართოთ პირველადი ჯანდაცვის რგოლზე და თავიდან ავიცილოთ კლინიკების გადატვირთვა. იმიტომ რომ ეს ხდება უკვე დაწოლა ჯანმრთელობის სერვისებზე და გადატვირთული დაღლილი ექიმი არავის არ სიამოვნებს, ხო? შესაბამისად ამიტომ ეს კლინიკები უნდა დავტოვოთ იმ მძიმე პაციენტებისთვის, იმ ქრონიკული პაციენტებისთვის, რომლითაც აუცილებელია მათში მოთავსება და არა ისე როგორც COVID პანდემიის დროს იყო, ხო? მორბენალი ბავშვები იყვნენ კლინიკაში, ეს იყო აბსოლუტურად გასაგებია, ეს იყო ახალი ინფექცია. კარგად რო აუხსნათ ჩვენს მაყურებელს მსმენელს მორბენალ ბავშვი, მორბენალი ბავშვები თქვენ ეხა ნებისმიერ კლინიკაში რო შეხვიდეთ, დაახლოებით 75-70% ბავშვებისა არ უნდა იწვეს კლინიკაში, ხო? იქ არის ერთ-ერთი კლინიკა, როცა დიაგნოსტიკის და სტაციონარში მოთავსების კრიტერიუმი არის ისედაც, როდესაც მშობელს არ ძალუცრო, არ ვერ უვლის ბავშვს, ვერ უვლის არ ნიშნავს იმას, რომ არა, გასაგებია. ვერ მართავს, იმიტომ რომ ცხელების დროს ზოგიერთ ცობელი იბნევა და ისეთი რაღაცა შეიძლება ჩაიდინოს, ამიტომ ჯობია ეს პაციენტი მოთავსდეს კლინიკაში და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს ექიმის, მაგრამ აი თქვენ მერწმუნეთ ეხა, თქვენ რომ მოიაროთ ერთად თუ გრებავთ კლინიკები, 60% ბავშვებისა არ უნდა იწვეს კლინიკაში, იმიტომ რომ პირიქით სწორედ ასეთი ერთი სხვადასხვა ვირუსული ინფექციების გავრცელება რა არის, როდესაც კლინიკაში წავს ბავშვი, უნდა იწვეს თავის გამოყოფილ სივრცეში, ანუ პალატაში ეგრეთ
წოდებულში და არ უნდა იყოს კალიდორში და პირველ სართულზე. მესამე სართულზე არ უნდა ჩავიდეს, ხო, არ უნდა დადიოდეს. არ უნდა გავიდეს ისეთ სასეირნო სივრცეში, უნდა იყოს იზოლირებული და სხვისთვის არ უნდა იყოს თქვენ გინახიათ, ხო, ეს ცნობილია მშობელი მომართავს, შევიდა ერთი ინფექციით, გამოვიდა მეორე ინფექციით, ან მეოთხე ინფექცია დაერთო. ხო, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოთ ხელი იმისა, რომ არ დავტვირთოთ კლინიკები. კლინიკაში უნდა მოთავსდეს და თქვენ არის ხოლმე, ხო, მე ერთი ამბავი არ არის ადგილი, ასე შემდეგ. ამიტომ უნდა შეუნახოთ ეს ადგილი მძიმე პაციენტებს და მანამდე პაციენტები განსაკუთრებით ბავშვები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საბედნიეროდ ბავშვებში არ აქვს ბევრი ქრონიკული პათოლოგიები, უნდა შეუნახოთ მძიმე პაციენტებს. კი ბატონო და შესაბამისად კლინიკებზე ვისაუბრეთ და ლაბორატორიულ კვლევებზეც უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რა დროს უჭირდება ლაბორატორიული კვლევა, თუნდაც სახლის პირობებში, როდესაც მკურნალობს ბავშვებს. კი ბატონო, ლაბორატორიული კვლევა, როცა მწვავეა პაციენტი, ჩვენ ძირითადად კლინიკურად ვსვავთ დიაგნოზს, განსაკუთრებით ვირუსული ინფექციების შემთხვევაში და მას არანაირი ლაბორატორიული კვლევები არ ჭირდება, ხო? თუ ვიცით, რომ ამ კონკრეტულ პაციენტს აქვს დაუშვათ რინოვირუსი ან რესპირაციულ სინციტიალურ ვირუსი ან ასე შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში ეს ცხელება თავისით გადის და ეს არის ბევრი ზედმეტი ინვაზია, იმიტომ რომ ბავშვი ჭირვეულობს ნებისმიერი ანალიზის აღებისას, არც თუ ისე მარტივია მანიპულაციაზე, განსაკუთრებით ინტრავენური მანიპულაციებზე, როცა არის საუბარი, იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი არ არის მივარდნილი, აქტიურია, აი ეგრეთ წოდებული მორბენალი რო ვახსენე, ხო? მოდაში შემოვიდა ამ ქვეყანაში, ბოლო პერიოდში ეგრეთ წოდებული გადასხმები, ხო? ყველას გონია, რომ ერთჯერადი გადასხმით რაიმე მოგვარდება, ხო? ეგრეთ წოდებული ინტრავენური მანიპულაციები, ხო? თქვენ და ბავშვს მოდიან, როცა მოგმართავს მეორე დღეს, რამოდენიმე ადგილზე არის და სტრესია ზედმეტი, ბავშვი აგზნებულია, აღარ გეკარება, აღარ ჩობილს, აღარც ექიმს და ვერ მართავ მას, ხო? ამიტომ თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა თუ ბავშვი ასეთი აგზნებული იყო, თუ კიდევ ერთხელ ვაგზნება შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ნევროლოგიურმა დარღვევამ, კი ბატონო, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოთავსდეს, მაგრამ თუ ბავშვი აქტიურია, არ არის მივარდნილი და გადასხმას ვერ უკეთებ, მანიპულაციას ვერ უკეთებ ელემენტარულად, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ბავშვს არ ჭირდება ეს მანიპულაცია. იმ ბავშვმა შეიძლება თავისუფლად მიიღოს სითხე. სითხე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ რაღაცა მოტყუებები შეიძლება შევთავაზოთ და უშუალოდ აი მარილიანი ჭხირები ხო მარილიანი ჭხი მარილს არ უწყებ რა თქმა უნდა ბავშვს უნდა შეუზღუდოთ მაგრამ იმ კონკრეტულ დაავადების მართვისას აუცილებელია ამიტომ ლაბორატორიული კვლევები უნდა გავაკეთოთ საჭიროებისამებრ და არსებობს პროფილაქტიკური ლაბორატორიული კვლევები რომელიც ჭირდება სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტებს და ამ პაციენტებს ჩვენ ყოველ 6 თვეში 2 თვეში ერთხელ უტარებთ ხო მაგრამ იმ შემთხვევაში როდესაც ჩვენ ვეძებთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ სხვადასხვა ვიტამინების დეფიციტს. როდესაც ბავშვი კლინიკურად არის ჯანმრთელი. რა თქმა უნდა, ეს არის უკვე ლაბორატორიისთვის გაკეთებული ანალიზი და არა პაციენტისთვის და ექიმის საჭიროების მიმართ გაკეთებული ანალიზი. მათ შორის აი ყვადაღებული D ვიტამინი. არ ჯობია ეს D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა დანიშნო, ვიდრე ის იკვლიო და ჯერ კიდე კონსენსუსი არ არის მიღწეული, რა არის ნორმა, რა არის დეფიციტი და რა არის უკმარისობა. იმიტომ რომ ჩვენ საზღვრავთ დეპოს და არა მის აქტიურ ფორმას. კი ბატონო, არსებობს რაღაც პათოლოგიები, განსაკუთრებით ქრონიკული პათოლოგიები, მოზრდილი ასაკის ბავშვებში, მაშინ აუცილებელია მულტიდისციპლინური მართვა, ენდოკრინოლოგის ჩართვა, მაგრამ ბავშვებში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, D ვიტამინის ან სხვა მიკრო და მაკრონუტრიენტების დეფიციტი თუ კლინიკურად არ აისახა, მაშინ მის პროფილაქტიკას და მის მკურნალობას პრაქტიკულად აზრი არ აქვს და მოკლებულია და ჯობია დაუშვათ უკაცრავად და რაღაც ენთახის D ვიტამინი დანიშნო ლაბორატორიულ კვლევასთან შედარებით არის მესამედი. საპროფილაქტიკო დოზა და არა სამკურნალო დოზა და ის საპროფილაქტიკო დოზა ეყოფა ამ ბავშვს და თუ ბავშვი დღის განმავლობაში გადის გარეთ 15 წუთის განმავლობაში მიუხედავად ღრუბლიანი ამინდისაა მიუხედავად ზამთრისა და ღია აქვს ხელი და სახე მას არანაირი D ვიტამინის დეფიციტი არ განუვითარდება იმიტომ რომ ყოფნის იმ სინთეზი განვითარდეს კაში და თუ ბავშვი მთელი ცხოვრება და მთელი დღე ტელეფონ დამოკიდებულია სახლის პირობებში ატარებს მარტო D ვიტამინის კი არა სხვა მიკრო და მაკრონუტრიენტების დეფიციტი და პლუს ამას 21 საუკუნის ცივილიზაციის დაავადებები ჭარბიწონა სიმსუქნე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი შეიძლება იყოს მაღალი რისკი. კი ბატონ თემურ თქვენთან ძალიან ბევრი თემაა განსახილავი ამ ერთ გადაცემაში ვერ მოვასწრებთ, მაგრამ აი თუნდაც D ვიტამინი და ვიტამინების თემა მინდა განვავრცო. არის თუ არა ბუნებრივი გზით ბავშვებისთვის ვიტამინების მიწოდება საუკეთესო საშუალება? რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენ თავარი რა არის? იმუნომოდულაცია რა არის? ცხოვრების ჯანსაღი წესი. ცხოვრების ჯანსაღი წესი მოიცავს სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობას.
სწორი კვებით ჩვენ ვაძრავთ და ოღონდ ნებისმიერი საკვები პროდუქტებს როცა ვამზადებ შობელი იგივე ამ ჩვენ წიგნშიც არის სხვადასხვა ყველა ექიმსა აქვს ყველა პედიატრს აქვს თავისი კვების რეცეპტი ხო და იმ კვების რეცეპტში წერია როგორ უნდა დამზადდეს საკვები რომ მაქსიმალურად ის მას ჰქონდეს ის ბიოლოგიური ღირებულება და არ დაიკარგოს ის მიკრო და მაკრონუტრიენტები თუ ამას შობელი წაიკითხავს თუ სწორად მოამზადებს ნებისმიერ საკვებს რა თქმა უნდა მას არც მიკრო და მაკრონუტრიენტების დეფიციტი არ განვითარდება სწორი კვება რა არის ხილი ბოსტნეული პური და პურის პროდუქტები იმ რაოდენობით რაც აუცილებელია ბავშვისთვის, რამე თუ პური და პურის პროდუქტები B ჯგუფის ვიტამინების წყაროა და მაღალ განვითარებად ქვეყნებში ხდება პურის და პურის პროდუქტების ფორტიფიცირება. ფორტიფიცირება რას ნიშნავს? ემეტება ისეთი მიკრონუტრიენტები, აი როგორც არის ფოლის მჟავა, როგორც არის დაუშვათ B12 ვიტამინი, როგორც არის რკინა, ანუ გამდიდრდება ხდება ფქვილის. უბრალოდ გამდიდრება იმდენად არ არის პრობლემა, მთავარია ისეთ საცხობები იყოს, რომ ეს მიკრო და მაკრონუტრიენტები არ დაიკარგოს. ამიტომ რძის პროდუქტები, რძის ყბადაღებული იყო, ხო? აი გავრცელდა რამდენიმე აფლატოქსინები და ასე შემდეგ, ხო? და პრაქტიკულად რძის გარეშე დარჩა მოსახლეობა. აფლატოქსინებს მე პირადად ექიმობა, როდესაც მე თვითონ როცა დავიწყე ზოვეთში ვსწავლობდი ერთი კურსის წლის განმავლობაში 30 წლის წინ მე თვითონ საზღვრავდი რძეში აფლატოქსინს და ეს ახალი აღმოჩენა იყო. საქართველოსთვის ვითომ ხო აფლატოქსინი ყოველთვის იყო რძეში, ყოველთვის იქნება და ის პერიოდი პრაქტიკულად მთავარი პროდუქტი ბავშვთა კვებაში არის რძე და რძის პროდუქტები. რაღაცა დავწერე და ატყდა ამაზე ერთი ამბავი სოციალურ ქსელში. გასაგებია სოციალური ქსელი იმისთვის არის, რომ ნებისმიერი ადამიანის სოციუმი არსებობს. ზოგი არ კითხულობს არაფერს, ზოგი კითხულობს, ვინც კითხულობს ის არ დაწერს იმ კომენტარს და ვინც არ კითხულობს და ამას აყვება დაწერს. ეს არ ეხება მარტო ამას, ეხება ვაქცინაციასაც. ხო ვაქცინაციაზე შეჭმულია ექიმების რაოდენობა, ანტივაქსერები სამშობლოს მოღალატებად არიან ექიმები უმრავლესობა გამოცხადებული, ხო? ამიტომ რაზეა საუბარი? აი სოციალურ ქსელს თუ გადახედავთ, მე არც მაქვს იმით რომ გადავხედო, არც იმის კომენტარის წერა არ შემიძლია და არც იმის აღქმა იქ რა წერია. უბრალოდ თავარია, როდესაც რაღაცა იწერება სოციალურ ქსელში, ნიშნავს რომ ნებისმიერი სოციუმია და უნდა ელოდო იმას, რომ იმ კომენტარს დაგიწერს ან არ დაგიწერს, ხო? და ადამიანი რომელიც არის განათლებული სოციუმის არ ეხება იმას ნებისმიერი ასაკის და არ ჭირდება მას უმაღლესი განათლება. თუ ნებისმიერი ინტერნეტ წყაროს მოიძიებს ადამიანი იმის შესახებ, ამ კომენტარს არ დაწერს და თუ არ მოიძიებს და ისევ სოციალური ქსელის ინფორმაციას ენდობა, რა თქმა უნდა დაწერს. ეს არ ეხება ზოგადად ამას. ძალიან მცირე პროცენტია რომელიც. ხო, ნუ არ არის მცირე პროცენტი. მოიძიებს. ჩვენ რეკომენდაციას მე სოციალურ ქსელში არაფერს არ ვკითხულობ სამედიცინო ინფორმაციას რაც ეხება, ხო? მე ვკითხულობ 30 წელი ყოველ დღე ვსწავლობთ, ხო, ექიმების საბედნიეროდ გვაქვს იმის საშუალება რაღაც საიტები, ეს არის ამერიკის პედიატრთა აკადემიის მონაცემები, დაუშვათ ის ლიტერატურა რაც ჩვენთვის არის ფუნდამენტური, დაუშვათ ნელსონი, ელსივერის ჯგუფის სხვადასხვა გამოცემები, ამას ყოველდღე ვეცნობით. ეს რო არ გაეცნო, მაშინ ვერ იმუშავებ ელემენტარულად და პაციენტი არ გეყოლება, იმიტომ რომ სხვა რეალობაა ეხა უკვე. ეხლა შენ თუ ვიტამინები და ისინი დანიშნე, რა ქვია, ბადები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, რომელიც კატეგორიულად არ უნდა დაინიშნოს ბავშვებში, შენ არასოდეს არ გეყოლება ის პაციენტი, რომელიც უნდა მართო და რომელზეც უნდა იაზროვნო, ხო? მარტო ის ხო არ არის ჯანმრთელი ბავშვი გასინჯე და ასე შემდეგ. ამიტომ ამას თუ ავყევით ჩვენ ექიმები, იქ რა კომენტარი წერია იმისათვის, რომ ამას ჩვენ რაღაც უკან გადავდგით ნაბიჯი და არ მივასწოდოთ სწორი ინფორმაცია მოსახლეობას, სწორედ აი ეს ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტები სავალალო შედეგამდე მივლენ, ხო? ამიტომ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ არის ნებისმიერი ტიპის სოციუმი და ნებისმიერი კომენტარი. უნდა აიტანო იმისგან, როდესაც ექიმობას გადაწყვეტ და როდესაც გადაწყვეტ იმას, რომ შენი სიტყვით და შენი ვიღაცას ჯერა, ხო? ზოგ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეიძლება გაგირთულდეს პაციენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც მუშაობს, იმას პაციენტი უმძიმდება. თავარია კრიმინალი არ ჩაიდინო, ხო? შეცდომასაც უშვებ და ევროპულ და მაღალ განვითარებად ქვეყნებში იმ ექიმთან მიყავთ პაციენტი, ვისაც ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული. ვინც არ მუშაობს, იმას შეცდომა არ მოუვა, ხო? ელემენტარულად. შეცდომა თავარია კრიმინალი არ ჩაიდინო, თორე შეცდომა არსებობს, შეცდომა გამოსწორდება. ზოგ შემთხვევაში იმ შეცდომას ვიღაცა ტყუილად მოგაწერს, ეგეც პრობლემა არ არის. არანაირი პრობლემა რო გადახედავ იგივე იმ სოციალურ ქსელს, ეგეც არ არის პრობლემა. თავარია შენი თავის წინაშე, შენი პაციენტების წინაშე, შენი შვილების წინაშე და შენი ქვეყნის წინაშე იყო მართალი. როდესაც ეს იქნება, იმას აღარ უყურებ იმ კომენტარებს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვაძლევთ იმ ინფორმაციას, რაც არის საჭირო და რაც არის აუცილებელი იმ სოციუმისთვის და იმ მოსახლეობისთვის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
ბატონ თემურ, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. ამ ეტაპზე უნდა დავასრულოთ დიალოგი, თუმცა იმეც ვიტოვებ, რომ კვლავ გვეწვევით და ვინც აეხლა შემოგვერთა, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ შეგიძლიათ ამ გადაცემის ნახვა გადახვევის რეჟიმში რადიო იმედის Facebook გვერდზე, პორტალებზე იმედი G-My Video, G-Magdi IP ტელევიზიით 53 არხზე. ამით დავიწყებ და დავასრულებ. არაჩვეულებრივი სახელმძღვანელო გამოვიდა ბატონ თემურ მიქელაძის სახელმძღვანელო თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის და ვფიქრობ, რომ ეს მშობლებისთვის სამაგიდო წიგნად იქცევა. მადლობა ბატონ თემურ, დროებით არ გემშვიდობებით, კვლავ გელოდებით ჩვენთან სტუდიაში. თემურ მიქელაძე პროფესორი პედიატრი იყო ჩვენთან. დროებით.